როგორ ფიქრობთ, რატომ აღიზიანებს ძველ თაობას ახალი თაობა? ეს პრობლემა სხვათა შორის დღევანდელი არ არის. ესეთი არსებობდა ყოველთვის და ბუნებრივია. ალბათ ბუნებრივია, მაგრამ რა უნდა აღიზიანებდეს? მე მგონი ძალიან კაი თაობა მოდის. უმრავლესობა, რა თქმა უნდა. რა რჩევას მისცემდით ახალ თაობას? რა უნდა გაითვალისწინონ ძველი თაობის გამოცდილებით? პატივი უნდა სცენ, უპირველეს ყოვლისა. რა უწერია ბიბლიაში როგორ არის? პატივი ეცი მამას შენს და დედას შენს. თავის წინაპრებსაც პატივი უნდა სცენ. და ეს აგამაღლებს ადამიანს. გონებით ნათელი უნდა იყვნენ. სნეობა უნდა გააჩნდნენ, არ დაკარგონ. აი რაც ქართველობა ქვია და ქართველებს პატივს რატომ სცემენ? სადაც იყვნენ, თავისი ნამუსის ხუდი ყოველთვის ეფარათ. დღეს რას გაიგებ? ქურდობა, ყაჩაღობა და ბოდიში და მამაძაღლობის გარდა არაფერი არ მესმის ხოლმე და თუ კაია ღმერთს მაქნას რომ კარგსაც აკეთებენ, სადაც დადიან. ისე რომ ეს პრობლემა ეთყობა ყოველთვის არსებობს და საკვირველია არ არის.